მოგესალმებით. დღეს 2025 წლის 9 სექტემბერია და ჩვენ გიერთებით თბილისის ზღვიდან. თქმა არ მჭირდება ისედაც ვიცი რომ ჩემი ულვაში ყოვლის მყრობელია ვისურვე დავით. ჩვენი ცხოვრება კი მრავლის მეწყველი. აი ელისე და ენი ამოვიყვანეთ თბილისის ზღვაზე და ბების როლაში ეჯიბრებიან ერთმანეთს. ჩემი ჭორვილელი მტრედები ნახეთ როგორ კარგად გამოიყურებიან. ენის როგორი ლამაზი კაბა აცვია და ელისეს როგორც ყოველთვის ცვიშაცო არაცხელიას ფორმა. პაჩანგა ბოის. შოთა რუსთაველი და პაჩანგა ბოისის დუეტი. ძალიან მიყვარს ორივე არტისტი. ხო მამი. წამო გავიაროთ რა პრობლემაა. დარი? აი ყვავები. ზვიგენია? ღმერთო ჩემო ნახე ყვავები. რას აკეთებს ბავშვებო? რას? შაურმას? ორმო შაურმა? და რა უნდა გააკეთოთ მაგ ორმოში? წყალი უნდა შეუშვა? ენი შენ? არ ჩაყირავდე გოგო. რა იყო? ნახე რა ლამაზი წითელი ქვებია მამა. აი შენ ხელებთან დახედე წინ. აი ამას გულისხმობდი. აი ამ ლამაზსა. ეს როგორი უცნაური ნაუკა გაიჩითა თბილისის ზღვაზე, რაღაც ხის არის და რაღაცნაირად ფუხფუხებს. ნახეთ რა მაგარი ბავშვები არიან. თავისთვის ზიან თამაშობენ. არ ჟივიან, არ ხივიან, მშვიდად არიან, ბედნიერად არიან, მიწას თხრიან, ორმო უნდა გააკეთონ. ნახეთ როგორი პატარა ბეღურები ერთგული ჩიტები დარჩნენ. მეცხრები უკვე გაფრინდნენ სექტემბერია. კიდე ბეღურები ვიშვიშებენ. ნახეთ როგორ ბანაობენ ბეღურკები. რა საყვარლები არიან. ჭუმპალაობენ თავისთვის. აგერ ფეხები გააჭუმპალავეს ბავშვებმა და ეხლა იშრობენ. ჩავიცვალთ და წავალთ საქანელებზე. სველი იქნება ქვიშა მამიკო, იმიტომ რომ ის არის წინა დღეებში ხო წვიმდა. ხო და რო წვიმდა მამიკო, ამიტომ სველი იქნება ქვიშა და სველ ქვიშაში კიდე დავისვრებით, გავტალახიანდებით, გავიძუნძღლებით. ასე დასრულდა სამბა. დღევანდელი დღის კულაობა. მაგრამ ყველაფერი წინ არის ჯერ კულავაც.